მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, არც მეტი არც ნაკლები სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის ლიკვიდაციას აპირებენ. ეს არ მოგესმათ. სოფლიოში ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მდიდარი ადამიანი იქცა უკვე თავდასხმის ობიექტად ლიბერალური და სოროსისეული Deep State-ის აგენტურისგან, რომლებიც ამხილა ილონ მასკმა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში და ახლა უკვე სამთავრობო პოზიციიდან დაუპირისპირდა taxpayers დაუპირისპირდა სხვადასხვა არასამთავრობოებს, რომელმაც ამხილა მატერიალური საქმიანობა და საპასუხოდ მიიღო მასკმა. წოვენ საიბერტრაქებს, თავს ესხმიან Tesla ბოტებს, აქტიურად არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული SpaceX-ი და მთლიანად მასკის ქვეშ ყოფი დაქვემდებარებაში არსებული ნებისმიერი სახის კომპანია იქნება თუ ბიზნეს საქმიანობა, ყველაფერი არის ლიბერალური თავდასხმის ობიექტი. მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო თავიდან ბოლომდე ერწყმება თემატიკას იმის შესახებ, რომ ეს სიგიჟეები მარტო საქართველოში კი არ ხდება და აკი არ გამოდიან და არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და რაღაც 5,000-10,000 დოლარების გამო რომ საკუთარ თანხებსა და დაფინანსებას უფრთხილდებიან აქ და მაგის გამო მზად არიან ქვეყანას გაყიდონ. არა, ამერიკაშიც იგივე ხდება, მეგობრებო, და იქაური ლიბერალები უფრო მეტად გიჟები და თავზე ხელაღებულები არიან, ვიდრე საქართველოში. ეხლა მე თქვენ განახებთ კადრებს და მათ რეალურ სახეს, რას აკეთებს Deep State იმისათვის, რომ საკუთარი პოზიციები შეინარჩუნოს მსოფლიოში. მაგრამ სანამ გადავალთ ამ ვიდეოზე, გთხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გამოვყეთ Instagram-ზე, ასევე შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ და არხის განვითარებაში დაეხმაროთ, რომელზე ლინკები აღწერა შემითითებული და ერთად ვამხილოთ ლიბერალური სიგიჟეები და რაც ყველაზე მთავარია ვიყოთ სიმართლის ხარეს ყოველთვის. დავიწყოთ. ეხლა უყურეთ, ეს არის ლას-ვეგასი, მეგობრებო, სადაც საიბერტრაქი ააფეთქეს. ჩემი საყვარელი მანქანა, ჩემი საყვარელი, მომავლის ტექნოლოგიის დიზაინიდან დაწყებული, დამთავრებული, თელს აი შინაგან სულისკვეთებამდე, რასაც ამ მანქანამ ახალ სიმაღლეზე აიყვანა ზოგადად მანქანა შენებლობა და ზოგადად დიზაინი, ხო? ანუ დაიწყეს ამის წინააღმდეგ, ანუ წვავენ სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა ქალაქებში ამ მანქანებს აფეთქებენ. ეხლა მე მინდა ძალიან საინტერესო რაღაც განახოთ, ეხლა უყურეთ. ესა ძალიან საინტერესო. Elon trying to save taxpayers money. ანუ მასკი ცდილობს რომ გადაარჩინოს გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული. და ამ დროს საპასუხოდ რა მოსდის? ეღაურეთ. აი ლიბერალები, მეგობრებო. ეგრევე მეორე დღეს მასკი გამოაცხადეს ფაშისტად. ნახეთ, საიბერტრაქები როგორ იწვის ამერიკაში. აი Tesla ბოტისგან რა გაგინათ, ბიჭო, ჯერ ჩაშვებულიც არ არის. აი Tesla ბოტს აღიბავს რატო ასხავ? აი რა ბოროტი უნდა იყო უბრალოდ. მე რო ვამბობ ხოლმე რომ ლიბერალებზე დიდი ლიბერალიზმზე დიდი სიბოროტე სამყაროში არასავს, ამაზე დიდი ფარისეულობა, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით გელაპარაკება. მე მეტყვით რომ აი რაღაცა სტალინის მაიკა რატო გაცვია, იქ ტრამპის ქუდი რატო გახორავს, იქ რაღაცა ფაშისტური იდეები რატო გაქან, რა სისულელეა. ანუ აი ეს ადამიანი რომელიც აზიანებს აი მომავლის ტექნოლოგია, აი რა დააშოვა Tesla ბოტმა მითხარით, ხა? ჩაშვებულიც კი არ არის ჯერ ბოლომდე თავის საქმიანობაში. ამას აკეთებს იქაური პროგრესულად მოაზროვნე აქტივისტი ხალხო, ანუ აქტივისტი. აი აქ რო ქუჩაში დადიან, ხო, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობაო. ვერ გააჩერებთ ხალხის იმას მდინარეს, ქვეყნის გულიდან გამომდინარე რაღაც სისულელებს რომობენ რა. აი ლიბერალური მეინსტრიმი ეს არის. ნახეთ, აი ფაშისტური სიმბოლო საიბერტრაქზე. მომავლის ტექნოლოგიების რაღაც შესანიშნავი დიზაინის მანქანა გიჟდები ამ ავტომობილზე და ვიღაცა ლიბერალი გიჟი გამოდის და სტენსილს უკეთებს ფაშისტური იმის სვასტიკის. სიგიჟია უბრალოდ, აი ილონ მასკი და რა ფაშიზმი ხალხო ნუ გადამრიგეთ. აი ესეთი, აი ნახეთ, აი საქართველოში ხო გეცრომა და აი ეს ნიღბებით რო დადიან ქუჩაში გაიგე. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და რო წივიან და რო კივიან და ხელოვნურად რო ქმნიან, ვითომ რო პოლიცია შეიჯახნენ და რო წაიქცევიან და სად არის პოლიცია? სად აი ესენია ამერიკაში უბრალოდ უფრო ნაგლები არიან, გაიგეთ? აქ უტრაკოები არიან, ეხლა ამერიკაში ბევრად ნაგლები არიან. ესენი შეიძლება ადამიანს დაფრიდონ ამათმა. ეგ არის ყო ის BlackRock-ის აქტივისტი იყო ტრამპს რო ესროლა? ნახეთ. და ვინ ებრძვის ახლა ტრამპს და ვინ ებრძვის ილონ მასკის დღევანდელ პოლიტიკას ამერიკაში. რაც არის მაგა, ანუ Make America Great Again. ვინები უპირისპირდებიან? მოდი ხალხო, იცი ახლა რა გავაკეთე? ფილოსოფიურ დონეზე შევხედოთ. მე ძალიან დიდ ყურადღებას მოვიტყოთ თქვენგან, მე მინდა ერთად შევაფასოთ ეს სამუზეუმო იმბეცილიზმის მონუმენტი.
ანუ აქ მეგობრებო არის ინსტალაცია, რა ნახეთ რა არის, ეს არის ამერიკის თავისუფლების ეს დიდი ქანდაკება, ვითომ არის ბორკილები აქვს ხელზე, ვითომ თავისუფლება არის შეზღუდული ამერიკაში. ტრამპის სტენსილი აგერ წინ, სადაც არის სვასტიკა უკეთია და ვითომ ტრამპი არის ფაშისტი და ამ დროს სახეზე აქვს გაკეთებული დადუმებული ამერიკა. დადუმებული ამერიკა ტრამპმა და მასკმა ამერიკის მეინსტრიმის შეცვალეს და როგორ გაბედეს და ტრანსგენდერები აკრძალეს ჯარებში. აი ეს არის მეგობრებო Deep State-ის ხელწერა. აი ხა თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის, ანუ იმ ებრაელების, ლარი ფინკები, ლარი პეიჯები, მაგათი ხელწერა არის ეს ყველაფერი, რომ მათ იმიტომ ჭირდებათ ესეთი იმპიცილები ხალხო, ესაც ცოტაში ძალიან საინტერესო თემაა, ეხლა ამაზე მინდა ორი სიტყვა კომენტარი გავაკეთო. აი ხო კითხვა ხო გიჩნდებოდა, რატო ჭირდება Deep State-ის გაპიდარასება კაცობრიობის? ანუ მარტივია, აი ესეთი იმბეცილის მართვა არის ძალიან მარტივი. ანუ ესეც ყველაფერს შეტენი, ყველანაირ სუბკულტურას გაუსაღებ. აბსოლუტურად შეგიძლია თავიდან ბოლომდე ემოციებით მართო. და ადამიანი, რომელიც დაცლილია ემპათიისგან, ადამიანი ღირებულებებისგან დაცლილი როა, რო არის ათეისტი, რო არის ურწმუნო, რო ღირებულებები არ გააჩნია, რო კაცობა არ გააჩნია, ქალობა არ გააჩნია, ადამიანობა, აი ესეთი არსება მიიღება მეგობრებო სხვათა შორის. ეხა ესეთი არსება არის ძალიან მარტივად манипуლირებადი ემოცია. რუსთაველს ხო ხედავთ აქ. ამერიკაში არიან, ევროპა, ანუ ეს ლიბერალიზმი ეროვნებას არსებობს, ეს დაავადება, ტვინის კიბოა. რომელთა განკურნება მხოლოდ და მხოლოდ შეუულია ხო ხედავთ? ესაა და ეს. აი აგერ, ამაში ხედა. ეს ვინ არის? ვაიმე, მასკის ღუნტიანი შვილი ხო არა? ღმერთო შენ მიშველე? I airbrushed it, I designed it, I do my way. რა მახინჯია, როგორ არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა ადამიანს, მაგრამ რა მახინჯია შეხედეთ რა. თვალებზე რო წითელი სახეები ისენია გადასულ ლინზები უკეთია. ვაი, მე და ვითომ ამერიკის ხმარი გაჩვენებული და თავის დიდი ქანდაკება. No words. This is absolutely. It's unbelievable. This so. ეხლა აი ამაზე ლაპარაკობს მასკი, რომ ანუ დიდი ალბათობით ილონ მასკი უეჭველი გახდება სამიზნე. თან ის იყო ძალიან საინტერესო სცენა, მე თქვენ ეხლა განახებთ მეგობრებო მაგას, როგორ იწვის Cybertruck-ი Trump Tower-ის წინ და ეს არის ძალიან სინემატიკური სცენა და პირიქით ესენ თუ ცდილობდნენ იმას, რომ stock market-ის ფასები დაეგდოთ მასე რა ქვია SpaceX-ი რა შუაშია კაცო Tesla-ზე ხო პირიქით უფრო აწიეს და პირიქით უფრო გაიზარდა მსოფლიოში Tesla-ს ფასები. რადგან არნახულად დიდ პიარს უკეთებენ ეს იმბეცილები, არნახულად დიდ პიარს უკეთებენ მაგით. აი Trump Tower-ია და წინ როგორ იწვის Cybertruck-ი და ეს გამოხსახავს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის გამოძახილს. და რა კაია რომ ყველაფერს ამერიკიდან საუბრობდეს რუსეთთან არ ასოცირდება, როგორ მომწონს ეს ფაქტი. Wide scale domestic terrorism with the purpose of intimidation and it's harming innocent people. ანუ domestic terrorism არის, ანუ საშინაო ტერორიზმი, ანუ ქვეყნის შიგნით აგორებული ტერორისტული ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული ჯგუფის ან კონკრეტული იდეოლოგიის განადგურებას ძალადობის გზით. It's really terrible. ეს საშინელება არისო? I think what we actually have to get to are the people who are organizing and paying for these attacks and protests. ილონ მასკი ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს ყველაფერი არის დაფინანსებულიო, ეს ყველაფერი ამ ყველაფრის უკან დგას ზალაო, რომელსაც უნდაო თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგის და ამ პოლიტიკის ნომენკლატურის ხელიდან გამოცლა. აქ ძირითადად საუბარია სოროსის ფონდებზე, ძირითადად აქ საუბარია ლარი ფინკის, იმაზე რა ქვია, BlackRock-ისა და Vanguard-ის ქვეშ დაქვემდებარებული უამრავი კომპანიებისა და უამრავი სტრუქტურა, რომლებიც საკუთარი ესე ვთქვათ არტილერია, რაც არის NGO-ს მიერ გაზრდილი თაობებით გამოიყენონ ესენი როგორც ბიოიარაღი და გამოიყენონ როგორც ესე ვთქვათ რაღაც სუბკულტურა და დაუპირისპირდნენ დღევანდელ ამერიკის შეერთებული შტატების ნარატივს. ანუ ეს არის ხალხო ბიოტერორიზმი, ჩვეულებრივი. ლიბერალები არიან ტერორისტები. მათ რო ორი წამი ძალაუფლება მიცე, ფაშისტებზე უარესები გახდებიან დამიჯერეთ. აი ფაშისტებს რაღაცის ჯეროდათ. კი არა, მაგათ ჯეროდათ, უჯეროდათ. ურწმუნო ადამიანი ფაშისტი რო ხდება, ანუ ურწმუნო ადამიანი, არც ღმერთის რო არ წამს, არც დედის წამს, არც მამის, არც არაფრის, ხო, ის ადამიანი, ეს ანარქოფაშიზმი არის კატასტროფა და უბედურება, მეგობრებო. That's who we really need to go after.
because the people at who are actually throwing the Molotov cocktails, they are the foot soldiers, but we need to go after the generals. And აი ჩვენ ვინც მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, ანუ ისინი არიან ჯარისკაცები, მაგრამ ჩვენ უნდა მოუძებნოთ ვინები არიან მათი გენერალებიო, ანუ შემკვეთებიო. ეხა ეს რო ეთქვა მაგალითად კობახიძეს. მე რუსეთის მონა, რუსეთის შენ რუსო. ილონ მასკი ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ ისინი რა ქვია, ფონდები არსებობენ სოფლიოში, რომელსაც დაფინანსებენ ეს ადამიანები და ამათ როგორ ჯარისკაცებს, ანუ ბიომასას ისე იყენებენ. ილონ მასკი ლაპარაკობს, ილონ მასკი, კობახიძე არ ლაპარაკობს, არც ბიძინა ივანიშვილია ეს. რატო არ გვინდა ტვიში შეუშვათ, რომ არსებობენ ბოროტი ადამიანები, ლიბერალიზმის სამოფარებულები. სხრის ტყავში გადაცმული მგლები, რომლებსაც უნდათ რომ შენ ზიანი მოგაყენონ, გაანადგურო შენი სარწმუნოება, ერი, გენოფონდი, ყველაფერი, რაც ღირებულს გაქცევს. ანუ Deep State-ის ხელწერა რა არის, იცი? სხვადასხვა რო ამბობთ, რომ ტრამპის უკანაც ებრაელები დგანან, ვიცი რომ ებრაელები დგანან, რომელი ებრაელები დგანან, ეგენი ძალიან კარგად ვიცი და თუ გინდა, ცალკე ვიდეოსაც შეგიწერთ, რომ სოფლიოს რეალურად ყავს ორი დიდი ებრაული სინდიკატი, აქეთ არის Deep State-ის კამანდა, ანუ fake ებრაელები და ნამდვილი ებრაელები, რომლებიც ტრამპის უკან დგანან, რომლებიც უფრო პროისრაელიანები არიან. ეს ძალიან დიდი თემა, თუ თქვენ დაგაინტერესებთ ამაზე ვიდეო, ვინ დგანან ტრამპის უკან, იქ არგენტინის პრეზიდენტიც ამაში გარეული ნეთანიაჰუს უყველა ძალიან კარგი. ეს შეგიძლიათ, აი, თხოვეთ და ამაზე ვიდეო შეგიწერთ. და ამ თემასაც მე არ უარყოფ, რა თქმა უნდა, ამის უკანაც ებრაელები დგანან, უბრალოდ მაგ ებრაელებს ჩვენთვის ზიანის მოყენება არ უნდათ. მაგრამ Deep State-ის უკან რომელი ებრაელების არიან, ანუ fake ებრაელები, მათ უნდათ მსოფლიოსთვის ბევრად ცუდი რაღაცების გაკეთება. აი ეს არის განსხვავება, თორე ხა ბოდიშით ბიბლიიდან დაწყებული დღემდე ებრაელები ყველაფერს მართავენ. და თქვენ თუ გონიათ ხა ტრამპი თავისით მოვიდა, მე თავიდანაც არ ჯეროდა ამ ყველაფრის. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ რომელი ესე ვთქვათ ტიპებიც დგანან მის უკან, მათ საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ. მაგრამ ისინი ვინც რომელ ებრაულ სინდიკატსაც ეგენი ებრძვიან. იმიტომ რომ ორი Deep State-ია მსოფლიოში, ტრამპის და ბაიდენის, რომელიც ერთმანეთს მეორე ბაიდენის ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აპირებენ ზიანის მოყენებას. ნუ ეს ცალსახად გამოჩნდა ეს საპროტესტო აქციებსა თუ ომის მეორე ფრონტის გახსნას. ეს ნარატივები ძალიან კარგად თუ გინდათ ჩავწერ ვიდეოს და უფრო დეტალურად ვისაუბროთ. And we're going to do so. The president has made it very clear that we're going to go after those that are paying and organizing these violent attacks. And Attorney General Bondi has said the same thing. I believe that is exactly what will happen. Fox News, ხალხო Fox News-ი დაიმახსოვრეთ, არის ერთადერთი ნორმალური ტელევიზია ამერიკის შეერთებულ შტატებში. CNN-ი ოკუპირებულია Deep State-ის მიერ, Sky News-ი არის ოკუპირებული Deep State-ის მიერ, მას რა ქვია, CNBC არის ოკუპირებული Deep State-ის მიერ. ყველა ეს ზემოჩამოთვლილი არხები, ბაჭერს BBC, თუ გამომრჩა, არ მახსოვს, ყველანი არიან Deep State-ის მიერ დაქვემდებარებაში ყოფილი ისინი. Fox News-ი არის ტელეკომპანია, სადაც Tucker Carlson-ი იყო. ძალიან ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც არის ყველაზე ობიექტური ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნუ ბოლომდე ობიექტური არაფერი არსებობს, ბუნებრივია და თუ გინდათ რომ თქვენ ნორმალური საინფორმაციო წყარო შეერთებულ შტატებიდან გქონდეთ, მე გირჩევთ Fox News მიადევნოთ თვალი. აგერ მოქვს გახსნილი ხოლმე ტელევიზორში, ჩვეულებრივად მუღამი, როდესაც მაგდა სიახლეები რო არ ვეკითხო საიტებზე, შემიძლია პირდაპირ მაგის ისა მაქვს, რა ქვია, საიტები, რა და პირდაპირ შევიდა ლაივში უყურებ ხოლმე ტელევიზორში რა. ძალიან საინტერესოა. ახეთ Cybertruck-ი ხალხო რა ლამაზი, აი ამას როგორ შეიძლება საღებავით ბომბით ან რამით შეეხო რა, აი ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ულამაზესი მანქანაა, მე ძალიან მოწონს ამის დიზაინი, აი ამის ძალიან საინტერესო futuristic სტილისტიკა, რაც აი Blade Runner-ში რაც არის და მაგალითად Cyberpunk-ში რაც არის, აი რაღაც მომავლის სტილისტიკა ძალიან ლამაზია, ნუ გაბარიტები აქვს არაჩვეულებრივი, მე Tucker Carlson-ის განხილვას მოусმინე სხვათა შორის Cybertruck-ის შესახებ და ძალიან გამიხარდება თუ სარიშვილის ტესტ დრაივს გადაიღებს და ამანქანას ქართულ ენაზე განიხილავს, ძალიან სასიამოვნო იქნება ის მოსმენა. და რავი ხა ამანქანას რომ შენ ხა აფეთქებ და ამანქანას ეს ხო არის ძალიან დიდი სიბოროტე რეალურად. აი ეხა ეგ ავადმყოფები ამას რო აკეთებენ, ხო ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო ეგენო მთავრობაში მოვიდნენ, თქვენ რას გიზავენ საერთოდ. მე მაგიტომ გეუნებით მე გიჟიკი არ ვარ, ამდენი წელიწადია რომ ამას ვებრძვინ, ამას ვამხელდრო. ხალხო ესენი რო თქვენ მოუშვათ, გეუნე ფაშისტებს ჯეროდათ ძალიან ბევრი რაღაცების და გაცილებით ჰუმანურები იყვნენ. კომუნისტებიც გაცილებით ჰუმანურები და კომუნისტებსაც ჯეროდათ ზოგს მარქსი, ზოგს ენგელსი, ხა სტალინის ის რომ იკეთია, მაიკა რომ ასვია. ეს არ ნიშნავს რომ ხა კომუნისტი ვარ და ეგეთი რამის. მე როგორც სტალინი როგორც პიროვნება ისე მევასება. სტალინი იყო ძალიან მაგარი, ალბათ ნომერ პირველი ისტორიაში,
ბელადი მხედარ თავარი პიროვნული თვისებებით განსაკუთრებულ ეხა ადამიანს არ ოფა ეხა რეჟიმით და რა გააკეთა მოდი შენ რას გააკეთებდი სტალინის დროს რო ყოფილიყავი რა აი რა არ მევასება იცით რომ ისტორიული ჰიტლერმა თქვა ესეთი სიტყვები რომ სანამ ისტორიულ რეალობას სწორად არ გააცნობიერებ თუში ხმა არ უნდა მოიღო რა საერთოდ რა მე სტალინი მევასება როგორც ტიპი როგორც პერსონა როგორც ისტორიული ბელადი და ხე აი პიროვნული თვისებები ნულიდან რო გახდა საერთოდ მეფე და იმპერატორი გახდა ვიღაცა გამო აი იმდენი დახვრიტა იმდენი კაი რა დღეს არიან რამდენი დასახურატები ვერ ხედავთ ეხლა და სტალინის დროს რამდენი იქნებოდა ერთი თუ ძმა ხარ ეხლა მე მინდა რაზე გავამახვილო ხალხო ყურადღება კიდე მოდით ეურეთ ეს მე გავაზიარი X-ზე სხვადასხვა ჩემი X-ის და Instagram-ის აღწერილი ლინკები აღწერა შემითითებული შეგიძლიათ გამოიწეროთ საინტერესო პოსტებს და ფორმები რომ აქტიური ვარ ყოველდღიურად Elon Musk-მა გააზიარა იმას რა ქვია European Union ევროკავშირი Imagine you love so much being governed that you want a government for your government Musk-მა დაწერა ეს პოსტი 14 მარტს სადაც ანუ პრაქტიკულად DC გამოუცხადა, ბიფი გამოუცხადა ევროკავშირს. და ეხლა რა წერია, ძალიან საინტერესო ის არის, რა ქვია, ესე ვთქვათ, ინსტალაცია რა. არის ევროკავშირის დროშა გამოსახული, შიგნით არის კომუნიზმი. ნუ ევროკავშირი ხო კომუნიზმია, ეხლა თავიდან ბოლომდე საკუთარ ბიუროებს ის ვინ ირჩევს ევროკომისიას კაცმა არის ის დღემდე. მისტიურია, იქ რან არის რა დახდება, როგორ ირჩევენ ორსულა ფონ დერ მაიერს, კომისია ყველასთვის უცნობია. და წარმოვიდგინეო, შენ გიყვარსო მთავრობა ძალიანო და შენ ყავსო მთავრობაშიო. ანუ ევროკავშირის იდეას მასკმა დააჭყო პირდაპირ რა. ანუ რა საჭიროა მთავრობა ხო ყავს და იმ მთავრობას კიდე მთავრობა ყავს ემოდან. და მე რო ეტყვი რომ კომუნისტები ხართო და ისეთები ხართ მე წყინთ გაიგე ამ ყველა ორსულა ფონ დერ მაიერი იქ მთელი ის არა კაია კალა და მთელი ეს კორუმპირებული ისენი რო არიან რა ქვია ლიბერალური ფაშისტები ვინებიც ზიან და რუმინაში არჩევნები არ მოეწონებათ პრორუსია სლოვაკეთი არ მოეწონებათ პრორუსია უნგრეთი არ პრორუსია საქართველო პრორუსია მოდი რა ერთი შემოწმაო რა ვიც ორსულას არ ევასება ყველა რუსეთის აგენტია ყველა პუტინი უყვარს ყველას რა ქვია კარგით რა მართლა დამართლა რა ამ ხელა პოლიტიკური კრიზისია საფრანგეთში ლეპენს იჭერენ პირდაპირ ოპოზიციურ ყველაზე ძლიერ კანდიდატს კრძალავენ ეგენი მე ნუ მელაპარაკებიან აქ ნაცებს აუკრძალავ თუ იმას აუკრძალავ ხო და ეს გააკეთა ილონ მასკმა ესეთი ინსტალაცია შექმნა გამოსახა იდეა ევროკავშირი და ამ დროს ქართველი ლიბერალი გამოვა და იცი რა ხა ჩემი გზა ევროპაშია აი ხვალზე მე ევროპაში ვინტეგრირდები. ამ დროს არის ბომჟი თავიდან ბოლომდე, ანუ სრულად სიტყვის მნიშვნელობით, ადამიანს არანაირი ღირებულება ფასეულობები არ გაჩნდა, ზდიდობა უფროს როგორ მიმართოს, ქალს როგორ მიმართოს, კაცს მიდის აქ ვიღაცა ქუჩაში დაინახავს ქართული ოცნების წევრებს და მონა, შენ რუსეთის მონა, მე რეცე მინდა პოლიცია, სად ხარ? კაი რა. კაით რა, ხოცებით რა. და ამას უნდა ევროპა და ეს არის განო ევროსაიუზ მე ვეძახი მე შევარქვი ეგეთი რამე სხვათა შორის ეს ტერმინი მე გამოვიყენე პირველად სტორიზე დავდა ინსტაგრამზე რომ მიფრინავდი იტალიაში ევროკავშირის დროშები ქუთაისის აეროპორტში რომ დამეხე ევროსაიუზ ჯერ ას გიყეთია ევროკავშირის დროშები ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ხარ მე მოუწოდებ ვინც არის ქუთაისის აეროპორტის დირექტორი მოხსნას ევროკავშირის დროშები აეროპორტიდან ტეხავს უბრალოდ რა ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ხარ და ამდენი ევროკავშირის დროშა გიხარ საქართველოს დროშები უნდა იყოს მარტო იქ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ხარ და ევროკავშირის დროშები გიკიდია ანუ ესეთი დიდი რავი ახლა მე რო გოგო მევასებოდეს და ის გოგო არ მაძლებდეს და იმ გოგოს იმაშოვა სურათები რომ ეყენოს პროფილზე აქედან რომ რეკავდე აქედან მიმართებს რომ ვავრცელებდე კაით რა მართლა სირცხული და ამაზე შუბლის ზარული ხო არ უნდა გაგისკდეს ადამიანს არა მართლა და მართლა ხო ეხლა ეს ერთი საკითხა ბოლო რაზეც მინდა აგერ მასკი ჟღუნტიანი შვილი ამაზე ეხლა ხალხო როგორ უნდა იფიქროთ ეს ანტიქრისტეა უხოცებით რა აი გამოდიან ახლა და ბავშვი არის ძალიან საყვარელი ვგიჟდები XAI არის XAI შემოკლებითაა თუ რაღაც გრძელი სახელი აქვს ხო არის უსაყვარლესი ბავშვი და არაერთი მიმები გამიკეთები ამაზე და ტრამპის იმას ოვალურ კაბინეტში ჟღუნტი რო წავუსა მაგიდეს და ტრამპმა მერე მაგიდა გამოცვალა რაღაცა და ცუნერებს უშლის ტრამპს და ძალიან უძდელი ბავშვია მაგრამ ძალიან საყვარელია რა ახლა გამოდიან ახლა და აი ახალნე ხო ჩვენ გვიღადავებოდნენ იმაზე აი რა ანტიქრისტების გჩერა რეების და ახლა დაიწყეს ამ ლიბერალებმა ეგეთი რამე ილონ მასკი ჟღლინტიანი შვილი და მიმებს აკეთებენ მაგასე რა რა ილონ მასკი შვილი ანტიქრისტია ვითომ ილონ მასკი შვილი რაღაცა გრაიმსი ილონ მასკი ვისგანაც ეს ბავშვი ყავს ეს ანგელოზივით ბავშვი არ არის ებრაელი საერთოდ
და გამოდიან და ეხა აი ბავშვსაც გადაწყვნენ ეხა და ამასაც ეხა რაღაც აგდებულატები ხალხო დაიმიჯერეთ რა ანტიქრისტეებიც, ბროტებიც და აი ყველაზე დედააფეთქებული ხალხი ვინების არიან აი ლიბერალი ფაშისტები, რომლებსაც უნდათ სოფლიოში არიან სიტუაცია საქართველოშიც, რუსეთშიც, ამერიკაშიც, ევროპაშიც და ყველგან. თორე ცალკე აღებული ვენაცვალე ევროპასაც, ამერიკასაც, რუსეთსაც, საქართველოს ყველას ვენაცვალე, ყველა თავისთვის იყოს, ყველამ შეინარჩუნოს საკუთარი ეთნიკური იდენტობა, არავინ არავის არ გაუტრაკოს, გინდა უკრაინელი, გინდა რუსი. პრობლემა არავის არც ერთი ერი ჩვენ არ გვეზიზღება დედამიწის ზურგზე. ჩვენ ვისაც ვაკრიტიკებთ, ეს არის ის ბროტი ადამიანები, გინდა რუსეთში, გინდა ამერიკაში, გინდა ევროპაში, გინდა საქართველოში, ყველგან. ანუ კარგი და ცუდი არსებობს ყველა ერში და ყველა საზოგადოებაში და ყველა სოციალურ ფენაში. როგორც კარლ მარქსი იტყოდა, ჩვენი ისტორია არის კლასობრივი ბრძოლა, მეგობრებო. კლასობრივი ბრძოლა იმას ნიშნავს, რომ არსებობს მდიდარი, არსებობს ღარიბი, არსებობს საშუალო middle class-ი. მათ შორის დაპირისპირების საგანია ეს ყველაფერი და მე ხალხო, აი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიყვარულითა და ძალიან დიდი მოკრძალებითა და დიდი პატივისცემით კიდევ ერთხელ მოგმართავთ. არ მინდა რომ შეცდომა შეგიყვანონ ამ არარაობებმა, რომლებიც გამოდიან და აქეთ წვავენ და აფეთქებენ აგერ საიბერტრაქებს და საქართველოში აზიანებენ სახელმწიფოს საკუთრებას, თქვენს საკუთრებას, სამოქალაქო საზოგადოების საკუთრებას, ეს არ მინდა რომ მოხდეს, მაგიდან გამომდინარე რომ ვამხილთ ჩვენ ამ სიგიჟეებს რა. ეს იყო ჩემი ვიდეოს დღევანდელი სათქმელი, რადგანაც ილონ მასკის მიმართ დამიგროვდა ძალიან დიდი პატივისცემა ბოლო თვეებში განხორციელებული ანტილიბერალური კამპანიის მხარდასაჭერი, რასაც ის აკეთებს და რამაც გამოავლინა. და ამიტომ მადლიერი უნდა ვიყოთ თორე ხა მასკიც თუ ცუდია და ხა ყველა მდიდარ ადამიანზე ჩვენ თეორიები შევქმნით რა ხან ბევრი ფული აქვს და ისე ანტიქრისტია. არა. მე ანტიქრისტე უფრო მისტერ ბისტი მგონია, რომელიც ბევრად გავს მაგ პერსონას, რომელიც ბიბლიაში აღწერილი, ვიდრე ილონ მასკი. მე ჩემი აზრია. ხო, რავი, დაწერეთ აბლა კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ პროცესებზე და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ხო, დაგიბრუნდებით რამდენიმე დღეებში. საუბარი არასდროს გამომელევა მე დროებით.